არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისას მოსახლეობის დახმარების საკითხი განიხილეს დღეს აჭარის მთავრობაში. მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს წარმომადგენლებს შეხვდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს სუბსიდიის სახით ჯამში 480,000 ლარი ჩაერიცხებათ, საიდანაც გამგეობები გლეხებს არასტანდარტულ მანდარინში 8 თეთრს, ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო კი 12 თეთრს გადაუხდის. აჭარის მთავრობა წელს რეგიონის მასშტაბით 56,000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდება, საიდანაც 6,000 არასტანდარტული მანდარინია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებსაც, რასაც ძირითადად გამბაჟების მაღალი ფასი განაპირობებს. მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით უკვე მიღწეულია შეთანხმება უკრაინასთან, სადაც 1 ტონა ციტრუსის გამბაჟება 220-ის ნაცვლად $120 მოხდება. სტანდარტულ მანდარინში გლეხი მიიღებს 20 და არა იმაზე ნაკლებ თანხას, ეს არის უპირველესი და პლუს ამას ის რომ ეს ოპერატიულად მოხდება მათ ანგარიშებზე ფულის გადარიცხვა. საკმაოდ კარგი პროგრამაა, 12 თეთრს გადაიხდის თვითონ ქარხანა და 8 თეთრი მოხდება სუბსიდირება სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება იმას თუ რამდენად მისაღებ ფორმას გადახდის ფორმას ჩვენთვის მისაღებია გადახდის ფორმა, იმიტომ რომ თანხები წამოვა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მთლიანად გადმორიცხება რაიონის ბიუჯეტებში და ჩვენ რაიონის ბიუჯეტი მოვახდეთ ამ თანხის ქარხნის საკარხნო ანგარიშზე გადარიცხვის. სხვა წლებთან შედარებით უფრო და ორგანიზაციული საკითხები იქნება ჩვენი წარმომადგენელი სამინისტროს და მუნიციპალიტეტების წარმოდგენილი იქნებიან ქარხანაში, ისინი ჩართვებიან ამ პროცესებში და ფაქტურად მინდა რომ ეს პროცესი იყოს მთლიანად მოწესრიგებული და უნაღდო ანგარიშთორებით მოხდეს ურთიერთობა.